35 წელი უწყვეტი მაუწყებლობის შემდეგ რეგიონალური ტელევიზია თრიალეთი დახურვის ზღვარზეა. ტელეკომპანია, რომელიც შიდა ქართლში 1990 წლიდან მაუწყებლობს და მრავალი წლის განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ საინფორმაციო წყაროს წარმოადგენს, ხელისუფლება დახურვას უპირებს. თრიალეთის ანგარიშებზე ინკასოს დადებას აქტიურად ეხმაურებიან მოქალაქეები. ისინი ხელისუფლების ქმედებას გმობენ და ამბობენ, რომ ტელერადიო კომპანიის არსებობა რეგიონისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. საზოგადოების ნაწილი სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანიას და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თავისუფალი მედიის მნიშვნელობას. ძალიან ნეგატიურად, ძალიან ცუდად შევაფასებდი. როგორ შეიძლება ტელეკომპანია შიდა ქართლს ერთი ტელევიზია გადაიმასაც გვიხურავს. თუ გვიხურავენ, არ ვიცი ახლა. თუ დახურავს ვიღაცა რა, არასწორად მოიქცევა, როგორ შეიძლება. თრიალეთის არაობიექტურობა არც გამიგია რა, საიდან მოიგონას. თუ გაუქმება კაცო, ის სხვა ტელევიზიები გაუქმება კაცო რა, რომელიც იმას ემსახურება კაცო, ერთ მიმართულებას. თავისუფალია თუ არა დღეს მედია საქართველოში? არ არის თავისუფალი. თავისუფლება რა არის? საქართველოში თავისუფლება არის რამე? სიკვდილია მარტო თავისუფლება საქართველოში, მეტი არაფერი. კაცი რო კაც მოკლავს, ეგ არის თავისუფლება, მეტი არაფერი. ალბათ თრიალეთის დახურვა რას გამოიწვევს რეგიონში? ვიცი, მგონი უკმაყოფილებას გამოიწვევს. მე მიყვარს მაგალითად თრიალეთის არხი ძალიან მიყვარს. მე უხცქერი მაგარხსა, მაგრამ რავი, უკმაყოფილებას გამოიწვევს. მე ესე მგონია დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს. მიჩვეული საცახარ იგივე შენი ოჯახი არის და იმას როცა ვერ ანახავ და იქიდან ვერაფერს ვერ გაიგებ, ძალიან გულსატკენია ეს ყველაფერი. რას ფიქრობ? გიზღუდება თუ არა თავისუფალი მედია საქართველოში? ხო, ეგ შეიძლება. ეგრე აი ამას მართალია. რას გამოიწვევს თრიალეთის დახურვა? ნუ რა ვიცი, აქცუალებს გამოიწვევს ეს ფაქტია. ზუსტად ეხლა ხო არ ვიცი, მაგრამ კარგია იქნება. მედია ესეთი ორგანიზაცია, ასე ვთქვათ, ესეთი მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, რომლებიც ძირითადად გადმოსცემენ ყოველი მამოწორი ინფორმაციას, კითხულობენ ხალხის აზრს და ის გაჭიროება, ის პრობლემები აქვს ხალხის დონემდე. მე მოუწოდებ ამ ხელისუფლებას პირველ რიგში, რომ შეწყვიტოს მედიაზე დევნა, კიდევ გამომდინარე, რომ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ისინი არასდროს ქმედებას აკეთებენ, ყოველთვის მედია ცდილობს ღირსეულ და სამართლიანად გააშუქოს. იმიტომ და საზოგადოების ართან მიიტანოს ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რაც ხალხს აწუხებს. უნდა შეწყვიტოს პირველ რიგში მედიაზე დევნა, უნდა იყოს თავისუფალი მედია და უნდა ქვეყანაში მედია უნდა იყოს იმდენად დამოუკიდებელი და იმდენად უნდა გადმოსცემდეს ყველა თავისუფალ აზრს და საერთოდ არ უნდა ეხებოდეს ჩვენი ხელისუფლება, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, ყველაზე აუცილებელი და ყველაზე მნიშვნელოვანი როლს დღეს ჩვენ ქვეყანაში მედია ასრულებს. რო შეიძლება მაგ ტელევიზიის დახურვა? უმაღლესი ტელევიზია, რამდენი წელია მუშაობს? შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას შემოსავლების სამსახურმა ტელერადიო კომპანია თრიალეთის ანგარიშებს ინკასო დაადო, რაც ფაქტობრივად იმას ნიშნავს, რომ შიდა ქართლში რეიტინგული ტელევიზია ვეღარ დაფარავს კომუნალურ გადასახადებსა და სხვა ხარჯებს, რაც მის დახურვას გამოიწვევს.